წლებს ბევრი რამე მიაქვს და მოაქვს. კარგიც და ცუდიც. კარგიც მიაქვს, ცუდიც მოაქვს, ცუდიც მიაქვს, კარგიც მოაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იცვლება. აი ჩემ იმას გეტყვი. სანამ 80 წლის არ გავხდი, ვაშლი არ მეყვარდა. ვაშს არ ავჭამდი, იმიტომ რომ და ბავშვი რო ვიყავი, არავის არ აქვს უფლება სახლში ვაშლი ეჭამათ, იმიტომ რომ სიცხეს მაძლევდა. როგორ დავინახავდი, ხო და 80 წლის მერე ისე შემეყვარდა ვაშლი, რომ ყოველ დღე დაჭრილი ვაშლი მეწვედა. ეს უბრალო მაგალითი. რა თქმა უნდა, გემოვნებაც გეცვლება, მაგრამ მორალი არ იცვლება. ჯერ სკოლაში რო დავდიოდი, სულ მასწავლებლობანაც ვთამაშობდი სახლში. მარტო დავრჩებოდი თუ არა, ბავშვებო გაჩერით, ხან ერთ მასწავლებელს ბაცავდი, ხან მეორეს. ხო, მე რო გავიზარდე და გავიზარდე, ძალიან დიდი უნარი მქონდა იმიტაციის. ის კი არა, თეატრში მთხოვდნენ კიდევაც მსახიობები, მოდი საღამო მოვაწყოთო, რომ შენ იმიტაციები გააკეთო. აი საღამო მოვაწყოთო. სადაც ვიყავი, კონცერტი იყო. გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, რომ უნდა ჩავაბარო აუცილებლად თეატრალზე და ყველა მეუბნებოდა, რომ არა, შენგან არტისტის მეტი არაფერი არ გამოვა, მაგრამ მათემატიკა მაგრად ვიცხდი. კონსულტაციაზე ტექნიკუმი იყო, თეატრალური ტექნიკუმი და გიზო სიხარულიძე იყო იქ პედაგოგად. ხო და იქ მიმიყვანეს. იქ დავდიოდი კონსულტაციებზე, მე წავედი საბუთები შევიტანე და რომ შევიტანე საბუთები და გამოვდივარ, შემხვდა აკაკი ხორავა, ესე რომ შემოვიდა შენობაში. და ღმერთო ის არის, ღმერთო. ვიძახი და დავიბენ ახლა საწავსულიყავი, კარიდორია, ვერც იქ გავუყვევდი, ვერც აქეთ გამოვუყვევდი. ხო და აღმოჩნდი პირდაპირ და ესე გაშალა ხელები და შენ გენაცვალე აქ რა გინდაო? არტისტობა ხო არ გინდაო და კი მეთქი უთხარი, მაგრამ გული მაგ ყელში ამოსული უკვე რომ ხორავა დავინახე. ხო და აბა წამოდიო, მებრუნდე თუ ერთიო საბუთები თუ შეიტანეო, შევიტანე და შევედი და ეთერ გუგუშვილი იყო იქ. ეთერი ნანული ჩვენი სტუდენტია. ვერც მივხვდი, რო გითხრათ სიმართლე. ჩემი ჯგუფი აიყვანა გივიშარ სარჩიმელიძე. ახალგაზრდა იყო ძალიან, თვითონაც ახალი დამთავრებული ჰქონდა. ძალიან მორიდებული, ძალიან პედაგოგი იყო, პედაგოგებს რო ესალმებოდა, ისე მორიდებით ესალმებდა. კარგი პედაგოგი იყო, კარგად ჩაგვახედა საქმეში. აი გაგვაგებინა რა არის მსახიობობა. დავამთავრე ინსტიტუტი, მე წავედი ჯერ სანკულტურის თეატრში. სხვათა შორის ახლა იქ რომ მივედი, იქაც მთავარი როლები მქონდა. კარგი, მაგრამ გავთხოვდი და ხო იცი, მე ბავშვი რაღაცა და მე ეს მსახიობები, ვინც იყვნენ, მაშინ ყველანი იქ იყვნენ. მაშინ გადმოვიდნენ იმ სანკულტურის თეატრში. მეღვინე თუხძესი, გურანდა გაბუნიამ, გალობლიშვილი, ლეო, სოსო, გოგიჩაშვილი, მალხაზ გორგილაძე, ბევრი რა, ძალიან ბევრი. ხო და მე ესენი წავიდნენ მარჯანიშვილში და წავედი მეც. ხო და იქ ძალიან ცოტა ხანს მომიწია და მე რუსთავში წამოვიდა გიგა და წამოიყვანა ჯგუფი, მაგრამ მე არ მიცნობდა. თქვა ახლა შესახედი ვიყავი, გარეგნობა მქონდა და კაცო მოიცავ რაღაცას ხო გააკეთებს და ასე ამ პირობით წამიყვანა. იყო ბევრი საინტერესო როლები მე. რა სიტყვის ხალხი, ჰორიზონტს იქით გაზაფხულია. ნაცარქექიაში ვითამაშე 4 როლი. ერთი ვიყავი ძალი, მე და ივერიკაშვილი. მე ვიყავი უცებ 20 წამში ვიცვლი და იქ გამხდარი ვიყავი გძელცხვირიანი რაღაცა 20 წამის მერე მსუქანი ვიყავი 4 ქალი მაცმევდა შემცვლიდან და მეღვინე თუხუცესი მაღლა აი ბალკონიდან უყურებდა ხო და გაგიჟდა არ არის ეს ნანაო სხვათა შორის უნდა ვთქვა რომ გოგი ქავთარაძესთან ყველაზე მეტი ვისწავლე და ყველაზე მეტიც გავაკეთე იმიტომ რომ გოგიმ შემცვალა. მე ვიყავი სახასიათო მსახიობი თეატრში. სახასიათო როლებს ვასრულებდი, მაგრამ ეს კაცი რომ მოვიდა, სხვანაირად დამინახა, მაშინ დარეჯანის როლი მქონდა და აი იმ დარეჯანის როლიდან სხვანაირად შემაფასა და შემიცვალა, უკვე დრამატულ როლებს მაძლევდნენ. ჩემი გოგო. აბა ერთი აქედან იქ გენაცვალე. აქ? მომან. მართალი გითხრა ისე ვიხლები უსათუო თუ არს გეტყოდი, მაგრამ
ვიოლას გამოგზავნილს როგორ გაგისტუმრებ ისე, ა? დარაბებში ახლა რა იყო, რეზო იყო, იქ ჭყიყვიშვილი ისეთი, რომ გადარია მთელი თბილისის გოგოები და მთელი საქართველოს გოგოები და ესე იგი, სოფელი არ დარჩენილა, ამაღლებული ადგილი არ დარჩენილა საქართველოში, რომ ეგ არ გვეთამაშა. ბევრი სიხარული და ბევრი კარგი დღეები გვაქვს ნანახი. ისეთი კარგი სერიალი გავაკეთეთ. გომიაშვილი იყო, ალეკო მახარობლიშვილი იყო ჩემი პარტნიორები და ძალიან კარგი გამოვიდა. რა მოხდა დედიკო? ხომ მშვიდობა? ხო. უნდა წავიდე. ნათი რა მოხდა? მიმალავ რამეს. არა, არაფერს. მეჩქარება უნდა წავიდე. რომ არ გეჩქარებოდა? სად გეჩქარება? ჩემი ცოლის დაქალებში დამიძახეს როლზე ხო და რომ ვითამაშე გაუკვირდათ ჩემ ახლობლებს კაცო ჭორაობა არ გიყვარსო და ეს ჭორი კანაკალი რატო გათამაშესო და ჭორაობა როგორ უნდა მიყვარდეს სახეებს ვერ მიმახსოვრებ ადამიანებს და ვიზე უნდა ვიჭორო მე როლს სულ ველოდები იმიტომ რომ აი რო ძალიან გამიჭირდა გოგიჩას გარდაცვალება და ღმერთო რა ვქნა რა უნდა ვქნა სად წავიდე და გეხვეწები ღმერთო ვინმე დამიძახოს გადაღებაზე ან სადღაც დამიძახოს აი ესე ვთქვი და არ დამიძახეს კაცო არ გამომიძახეს ამ სერიალზე აი მსახიობისთვის თავისი პროფესია თავისი შრომა ისეთია რომ აი ყველაფრისგან განთავისუფლებს აი ყველაფერზე წინ მოდის ყველაფერს გავიწყებს შვებას გაძლევს სიამაყეს გაძლევს, სიხარულს გაძლევს. ჯერ ერთი თეატრმა მომცა სიყვარული, ჩემი სიყვარული იქ ვნახე. იქ გავიცანე, იქ გავხდი ბედნიერი, მთელი ცხოვრება ვიცხოვრე სიყვარულში, დიდ სიყვარულში. მაგასაც ხო მნიშვნელობა აქვს, დიდ სიყვარულში. მან ყოფილი ვარ ჩემი თავის, იმიტომ რომ აი მე უფრო ოჯახის ვიყავი. მე ჯერ ოჯახი მიყვარდა, ძალიან არავითარ შემთხვევაში ოჯახს ეწინ. არაფერს და არავის არ დავაყენებდი. ხო და აი ამით სკვლაყოფილი ვარ. ეხლა მე ამას ყველაფერს ვიმკი ჩემ შვილებში, ჩემ შვილიშვილებში, ჩემ სიძეებში. ისინი ხო მაშინ არ იყვნენ. ძალიან იშვიათობა რომ ასე დაგიფასონ, ასე პატივი გცენ და ასე აი ხელს გულზე მატარებენ, როგორ ვთქვა. მე ჩემ თავს წარმოვიდგენ რომ თეატრი ვარ. აი ზოგს წარმოუდგენია, მაგალითად შველია, ზოგს ფარშევანგია, ზოგს ანგელოზია. მე თეატრი ვარ.